რატომ გიყვებით ეხლა ამას? არა, მე ამას იმიტომ არ გიყვებით, რომ ახსნოთ თუ რა დღეშია ევროპა, ისინი გადაშენების პირას არიან და აქეთ ჭკუას გვასწავლიან და თავიანთ თავს მიხედონ და ასე შემდეგ, მაგრამ არა პირიქით. მე გირჩევთ შვედეთს თავი დაანებოთ, შვედეთი რამენაირად მიხედავს ემიგრანტებს, მაგდენი რესურსიც აქვს და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანაა. მე გირჩევთ, რომ ამ ისტორიას შეხედოთ საქართველოს გადმოსახედიდან. მოდით მივიღოთ რეალობა, რასაც არ უნდა ყვეუბნებოდნენ, ფაქტია, რომ საქართველოში არის შუბადობის პრობლემა. ხალხი ქვეყნიდან გარბის და ქვეყანაში შემოდიან ემიგრანტები. ზოგს არ სჯერა, რომ ამდენი არაბი და მუსლიმი და ინდოელი ემიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში, კაი, მაგრამ მოდით ქრონოლოგიურად გავყვეთ, როდის დაიწყო ეს ემიგრანტების შემოდინება ქვეყანაში. ყველაფერი დაიწყო 2022 წელს, როცა დაიწყო ომი უკრაინაში. როცა 300,000-მდე რუსი და უკრაინელი ემიგრანტები ჩამოვიდნენ საქართველოში, მაგრამ 90,000-მდე დარჩა ქვეყანაში. ფაქტია, რომ ოვიზო მიმოსვლა გვაქვს ესეთ ქვეყნებთან, როგორც ინდოეთი, პაკისტანი, ნიგერია და ასე შემდეგ. მოკლედ, ღარიბ ქვეყნებთან, ზოგ ქვეყნებში დღემდე ომია, ხალხი აცრილი არ არის. მთელი ცხოვრება იარაღის გამოყენების გარდა არაფერი არ უსწავლიათ და რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი. მე შეიძლება არ ვიცი და თუ ასე კომენტარებში შემისწორეთ, მაგრამ საქართველოში ემიგრანტებს აცრებს არ უკეთებენ. ეს საკმაოდ საშიშია იქიდან გამომდინარე, რომ ის ქვეყნები, საიდანაც ჩამოდიან ემიგრანტები, თვითონ ან არ აკეთებენ აცრებს, ან დაბალი ხარისხის აცრებია. და ამას დავუმატოთ ის, რომ იმ ქვეყანაში არის ისეთი დაავადებები, რომლებიც დიდი ხანია ჩვენ უკვე დავამარცხეთ და აცრებიც გვაქვს გამოგონილი, მაგრამ მაგალითად ნიგერიაში ეს ეგრე არ არის. არის რისკი, რომ საქართველოში დაიწყოს ეპიდემიები.